აღმავალი კარმული კვანძი, როდესაც არის ქალწულის ზოდიაქოში და აღმავალი კარმული კვანძი თევზებში. კარმული პროგრამა თევზები ქალწულის ღერძზე ეს მიანიშნებს ორივე არის მსახურების ენერგია ზოგადად. ერთი არის სულიერება, თევზები ჩვენთან, ეს არის შინაგანი სამყარო, ეს არის მისტიციზმი, ეს არის ეზოთერიკა, რწმენა, რელიგია, სულიერი მსახურება და მეორე არის პრაქტიკული, მიწიერი მსახურება. ერთს მართავს მაგალითად სამედიცინო სფეროს, ერთი ქალწულის ენერგია, თევზების ენერგია მართავს სულიერ მსახურებას, რელიგიურ მსახურებას. ორივე მაინც მსახურების ღერძი არის. ერთი დაღმავალი კარმული კვანძი თევზებში მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებებიდან თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, ადამიანმა მოიტანა შინაგანი წვდომა, საკუთარი სამყაროსი. ეს ადამიანი შეიძლება დიდი ხანი იყო მარტო, შეიძლება იყო გარიყული, შეიძლება დიდი სიყვარული, უპირობო სიყვარული ჰქონდა, მაგალითად, იმიტომ რომ თევზების პრინციპი ეს არის. შეიძლება იყო სასულიერო პირი, ან მორჩილი, ან საეკლესიო სასულიერო მოღვაწე, მაგალითად, ყოველ შემთხვევაში თევზების პროგრამა, რომელიც არის სულიერება, ეს არის უპირობო, ესეთ სამყაროს მოსმენა. უპირობო სიყვარული და სამყაროს ხმის გაგონების უნარი და ეს ნიშნავს, რომ როცა ადამიანს ესმის როგორც საკუთარი თავის ემოციები, ასევე სამყაროს ენა, ესე რომ ვთქვათ, და ნელ-ნელა აი ამ შინაგან სამყაროში ჩაძირვის ნაცვლად უნდა გადავიდეს ქალწულის პროგრამაზე და ქალწული ჩვენთან ეს არის პრაგმატიზმი, ეს არის პრაქტიკულობა, მსახურება ხალხში, სისტემის მსახურება. ქალწულის ენერგია არქეტიპულ დონეზე ეს არის, როცა ყველაფერი დეტალებში გაგათვლილი, წუთი დრო არა გაქვს თავისუფალი და სულ ტრიალებ ხალხში. ნელ-ნელა ადამიანი უნდა სასულიერო შინაგანი სამყაროდან ისე არქეტიპულ დონეზე უნდა გამოვიდეს და საეროში გადავიდეს. ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ დაღმავალ კვანძს აქვს მოტანილი წინა ცხოვრებებიდან განრიდება საზოგადოებაში, ხალხში ცხოვრების. და ეხლა უნდა დაუბრუნდეს ერს, დაუბრუნდეს ცხოვრებას. ყველაზე მეტად ტრიალებმა ხოლმე ან სამედიცინო სფეროში, ან მეცნიერებაში ზოგადად, სადაც არის პრაგმატული გონება საჭირო, ფაქტები და არა რწმენა, იმიტომ რომ თევზები ჩვენთან რწმენის ენერგია არის, ანუ რწმენის სფეროში მინდობის, აი რო გაყვები ესე დინებას. ეს ენერგია მოტანილი აქვს ადამიანის წინა ცხოვრებებიდან და ეხლა არის საჭირო უკვე საკუთარი ხელით შექმნას ეს დინება და არა სხვის დაწერილ გზაზე გაიაროს, ხო? ქალწული უკავშირდება ჩვენთან